Ორმაის საქართველოს დაზღვევის დღეს აღინიშნება დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით ღონისძიება დღეს გაიმართა, რომელსაც კერძო და საჯარო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. მარეგულირებლის მონაცემებით სადაზღვევო ინდუსტრია იზრდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ბაზრის გაორმაგება ორჯერ დაფიქსირდა. სექტორის მოცულობა კი აღნიშნულ პერიოდში 300%-ით გაიზარდა. როგორ ვითარდება სადაზღვევო სექტორი საქართველოში და რა ტენდენციებია ბაზარზე, ელენე გოგბერაშვილი აშუქებდა დაზღვევის დღისადმი მისღვნილ ღონისძიებას და სექტორის შეფასებებს პირდაპირ ეთერში გაგვიზიარებს. ნინო, სადაზღვევო ბაზრის ზრდის დინამიკის მიხედვით უკვე მეორე წელია სადაზღვევო სექტორის შემოსავლები 1 მილიარდიან ზღვარს გადასცდა. 2025 წლის შედეგებით კი ინდუსტრიამ 1,4 მილიარდი ლარის პრემია მოიზიდა. ბოლო 10 წლის დინამიკაში სადაზღვევო ბაზრის მოცულობა 300%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც სექტორის ზედამხედველი აღნიშნავს, ბაზარი ინტენსიურად ვითარდება. გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების პორტფელი 12%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც ინდუსტრია 15%-იან ზრდას აჩვენებს. მსხვერპლები ამ ზრდას დაზღვევის ახალი სავალდებულო პროდუქტის შემოღებით ხსნიან. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა უცხოელი ტურისტების დაზღვევა, რაც მთლიანად სექტორს დაახლოებით 40 მილიონი ლარით მეტი შემოსავლების მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს. ბოლო წლებში ზრდა იყო საშუალოდ ესე ბოლო 5 წელიწადში 17-18%, შარშან იყო შედარებით ნაკლები 12%-მდე და ეხლა პირველი კვარტალის მონაცემებს პირველად ვაჟღერებ, პირველი კვარტალი არის 15%. ზოგადად ნებისმიერი ზრდა, რომელიც უკვე 10%-ს აღემატება, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და ბევრ ფაქტორზეა, რა თქმა უნდა, დამოკიდებული. ესეთი ზრდა ბევრ ქვეყანას არ აქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მთავარი მიმართულება, ასე ვთქვათ, წილი ამ ზრდაში უჭირავს ჯანმრთელობის დაზღვევას, არის 600 მილიონი ლარის, რომელიც ძალიან სერიოზული, სოლიდური ციფრია. 26 პირველი იანვრიდან დაიწყო უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოს სავალდებულო დაზღვევა. ეგეთ დაზღვევა ადრე არ ქონდა. ჩვენი გათვლებით ჯამურად ვფიქრობ, რომ დაახლოებით ესე 30-40 მილიონი ლარი დაემატოს ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას, ისე შემოსავლების კუთხით და ეს ცხადი არ არის დიდი ციფრები, ახლა როცა მილიარდ ნახევრიან თქვა სადაზღვევო ბაზარს უყურებთ, მაგრამ მაინც კარგი ინიციატივა, უბრალოდ რომ ყოფილიყო ქართულ სისტემაში დაკეტილი, ასე ვთქვათ, პოლისი, ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება 100 მილიონიც ყოფილიყო, რაც უკვე მნიშვნელოვანია, დაახლოებით 7% იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით შედარებით მოკრძალულ ციფრებს უყურებთ, მაგრამ ესეც კი ძალიან შეღავათია ქართული კომპანიების, უფრო მეც გეტყვით, რომ პირველ კვარტალში ველოდებით, რომ კომპანიებს კარგი, ასე ვთქვათ, ფინანსური მაჩვენებლები ექნებათ და ამის დიდი ნაწილი იქნება ამ პროდუქტის დამსახურება. სადაზღვევო ბაზარი იზრდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ პენეტრაცია გაიზარდა, არამედ ზრდება სადაზღვევო პროდუქტებიც. ბიზნესი ამბობს, რომ ჯანდაცვის ინფლაციასთან ერთად სადაზღვევო პოლისების ფასე დამატებით წნეხს ქმნის, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიც, რის გამოც მაგალითად Global Benefits Georgia's სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მოელის, რომ დაზღვევა ისევ გაძვირდება და პოლისის ფასი სხვადასხვა სახეობის მიხედვით 15%-მდეც შეიძლება გაიზარდოს. განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ფასთა პოლიტიკაში, ახლო აღმოსავლეთის ომმა, იმიტომ რომ ვიცით, რომ სადაზღვევო სექტორი ძალიან აქტიურად ჩაერთო ამ განსაკუთრებით ტვირთების დაზღვევის მიმართულებით და ბუნებრივია ველოდებით, რომ გადაზღვევის ფასებმა შეიძლება ცვლილება განიცადოს და პირდაპირ პროპორციულია საწვავის თუ ელექტროენერგიის გაძვირება სადაზღვევო პროდუქტების გაძვირებასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მომსახურებაც შემდგომ ავტომატურად სამედიცინო თვალსაზრისით სამედიცინო სექტორს იყენებს, ხოლო ავტოტრანსპორტის თვალსაზრისით იგივე იმპორტით და შემოსული თქვათ ავტონაწილების და მომსახურების ფასებზე ახდენს ზეგავლენას. ანუ ფასები გაიზრდება წელს, სადღაც 7, 8, 10, 15%-მდეც კი შეიძლება ავიდეს სხვადასხვა მიმართულებით. სადაზღვევო სექტორი თანხმდება ერთზე, რომ ინდუსტრიაში ზრდის მეტი შესაძლებლობები არსებობს მეტწილად დაზღვევის სავალდებულო სახეობების შემოღების ხარჯზე. სექტორი ჯერ კიდევ ველოდება ავტომხმებელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას, რამაც ბაზარი დამატებით დაახლოებით 30%-ით უნდა გაზარდოს. სექტორის ზედამხედველი იმედს გამოთქვამს, რომ ეკონომიკის სამინისტროს შემუშავებული პროექტის განხილვას საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიაზე მაინც დაიწყებს. მადლობა ელენე, როგორ აისახა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დაზღვევის ინდუსტრიაზე, ელენე გოგბერაშვილმა გაგვიწერა.